დიდი მადლობა პირველ რიგში კონფერენციის ორგანიზატორებს. აი ამ ძალიან საჭირო როტო საკითხზე რომ შეგუკრიბა, მოგცა საშუალება მოგვესმინა ერთმანეთისთვის, მიგვეღო ახალი ინფორმაცია, მე ბევრი რამე ისეთი გავიგე, რაც არ ვიცოდი. კანონებს როგორც წესი იღებენ იმ მიზნით, რომ კანონებმა მოაწესრიგოს საზოგადოებრივი ცხოვრება, უკეთესობისკენ წარმართოს იგი. აი, უკვე 20 წელი გავიდა საკონსტიტუციო შეთანხმების, კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმების შემდეგ და დაგროვდა გამოცდილება, ხო, როგორ მუშაობს ეს კონსტიტუციური შეთანხმება და გვემდებარე სამართლებრივი აქტები. ბევრ სფეროში, ბევრ შემთხვევაში მოუწესრიგებელი არის, ხომ? ეს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების რელიგიური მხარე და თავისთავად ჩნდება იმის სურვილი გავარკვიოთ, რომ რა არის აი მიზეზი, თვითონ ეს იურიდიული ტექსტი არის ხარვეზიანი და აქედან გამომდინარეობს ის უწესრიგობა, რაც ჩვენ საზოგადოებაშია, თუ ხო შეიძლება ასეთი შემთხვევაც იყოს, რომ კანონი შესანიშნავად იყოს დაწერილი, მაგრამ მას არ ასრულებდნენ ან ვერ ასრულებდნენ, ვისაც ევალება მისი შესრულება. აი თავიდან აი ესეთი კითხვა დავუსვი ჩემ თავს. და აი ჩვენ რო ვნახოთ ახლა, აი შევეცდები მუხლების მიხედვით, ესე იგი რომ გავარკვიოთ აქ რა გვაქვს. ეს არის ბოდიში. აი მაგალითად მეორე მუხლში წერია, რომ კონსტიტუციური შეთანხმების მეორე მუხლში, რომ სახელმწიფო მხარს უჭერს აღმსარებლობისა და საეკლესიო საიდუმლოების დაცვას და იქ ეწერია, რომ სასულიერო პირი ვალდებულია არ გასცეს ინფორმაცია. აი გუშინ რაზეც გიორგი მაც ისაუბრა. ეს რას ნიშნავს? რომ აი აღსარების საიდუმლო სასულიერო პირს აქვს უფლება არ გასცეს აღსარების საიდუმლო. სახელმწიფო ანიჭებს ამ უფლებას კონსტიტუციური შეთანხმების მეორე მუხლით, მაგრამ ამავე დროს სახელმწიფოს აქვს თავისი სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც წერია, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობა ასევე არის დანაშაული და დასჯადია. ანუ კონსტიტუციური შეთანხმების აი ეს მეორე მუხლი ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის კოდექსის ამ მიდგომას. ხომ მეოთხე მუხლში წერია, რომ სასულიერო პირი თავისუფალია სამხედრო ვალდებულებისაგან. ეხლა დისკრიმინაციული რო არ იყოს ეს და მაინცად მაინც მართლმადიდებელი სასულიერო პირი თავისუფალია და სხვა ყველა არ არის თავისუფალი, ესე რო არ გამოვიდეს, მაშინ სხვებსაც უნდა გქონდეთ უფლება, მაგრამ აი ბოლოს რაც აი ახლა ხდება, ხო, თქვათ ეს გირჩის რა ქვია ამ დაწესებულებას. ხომ, ანუ რაც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა აი მაშინ ამ კონკრეტული ორგანიზაციის შემთხვევაში უნდა დაასაბუთონ მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი თუ სახელმწიფოზეა, რომ უშუალოდ ეს ორგანიზაცია არის თქვათ თაღლითური თუ არ ღვევს წესებს, თორე ამის მიხედვით რომ ამ ერთი ორგანიზაციის გამო სხვა ყველას რომ არ გამოდის ეს სამართლიანი მიდგომა და ალბათ მე კი არ მივუტირი იმ საბჭოთა წარსულს, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭოთა სახელმწიფო, საბჭოთა კავშირს აი ამ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით უფრო კარგი კანონი ჰქონდა და აი ბატონმა ნუგზარ მე ვკითხე ბატონ ნუგზარს და ასე ყოფილა, რომ ესე იგი სასულიერო პირი არ მიყავდათ ჯარში, მაგრამ სასულიერო პირი ვერ გახდებოდა თუ სასულიერო აკადემიას არ დაამთავრებდა თუ სემინარიას და სასულიერო აკადემიასში და სემინარიაში ვერ ჩააბარებდა თუ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოვლილი არ ქონდა. მე მგონი ეს ძალიან კარგად არის დარეგულირებული, ხო, თუ მორწმუნე ხარ, თუ მღვდლობა გინდა, თუ უბერობა გინდა, ჯერ მოიხადე ის, რაც სამხედრო სავალდებულო სამსახურია, შემდეგ ჩააბარე სასულიეროში და შემდეგ გამოდი მღვდელი. მე მგონი ეს უფრო ლოგიკური და გამართულია, ვიდრე რაც ახლა გვაქვს, რომ თუ სასულიერო პირია, ამ შემთხვევაში არ ეხება, იმ შემთხვევაში შეიძლება შეეხოს
რა ვიცი. მე მგონი ასე უკეთესი იქნებოდა. აქ კიდევ რა გვაქვს? ხო, მეხუთე მუხლი შეეხება პროგრამების დადგენა, შეცვლა, ანუ პროგრამში ცვლილების შეტანა, ხომ ანუ რელიგიას ვინც უნდა ასწავლიდეს, ამათი დანიშვნა რომ და შეთანხმდეს ეკლესიასთან. ასევე არის ასეთი ის რომ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების სამეცნიერო ხარისხების და წოდებების აღიარება. და ამ მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი გახლავთ, სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას. მე გახლავართ აკადემიური გამჭვირვალობის გამგეობის თავმჯდომარე. ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად შემოიფარგლება საკანონმდებლო ინიციატივებით, კონკურსების მონიტორინგით, პლაგიატის მონიტორინგით და იმდენი დარღვევის შესახებ შემოდის ჩვენთან შეტყობინებები, რომ ყველაფერზე რომ მოვახდინოთ რეაგირება ის როგორც წესი და რიგია. ალბათ ერთი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება თუ ერთი უნივერსიტეტი თუ შეიძლება დარჩეს საქართველოში. იმდენად მასშტაბურია დარღვევები, რაც საქართველოში ხდება. გამაოგნებელი დარღვევები, დოქტორის დიპლომს იძლევიან ყველაზე წამყვანი უნივერსიტეტები ზოგ შემთხვევაში. ისე რომ ვითხოვთ ნაშრომს ვერ აჩენენ, რაში მისცეს ეს დოქტორის დიპლომი, სად არის დისერტაცია, იმ ნაშრომს რაც წარადგინა დისერტანტმა ვერ აჩენენ. და ასეთი დარღვევები მოწინავე უნივერსიტეტების შემთხვევაშიც კი ხდება და რა ვითარება იქნება უფრო ქვევით ძნელი წარმოსადგენი არ არის. ასე რომ აი ეს ამ შემთხვევაში ეს მეხუთე მუხლი რასაც არეგულირებს კონსტიტუციური შეთანხმების, ამ შემთხვევაში მხოლოდ ეკლესიის ბრალი არ არის, იმიტომ რომ სახელმწიფოსაც მოუწესრიგებელი აქვს ამ მხრივ ბევრი რამ, მაგრამ ის რაც რისი მომსწრენით ჩვენ ყველანი გავხდით, თქვათ აი პანსიონთან დაკავშირებით, ხო, ეს მეუფე სპირიდონის ეპარქიაში, აქ ხო წერია ეს მეხუთე მუხლის მესამე პუნქტში, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ამას, რა ქვია, ეკლესიის დაწესებულებების არსებობას. ანუ რას უწყობს სახელმწიფო ხელს? რომ ესე იგი არასრულწლოვანი ჩვენი მოქალაქეები, ბავშვები რაღაც ჩაკეტილ სივრცეში შეიძლებოდა ყოფილიყვნენ წლების მანძილზე და ამ დაწესებულების ხელმძღვანელი თურმე შეიძლება იყოს ნასამართლევი ადამიანი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნოდა, სასჯელიც მოიხადა ძალიან მძიმე მუხლით, მას ეს ნასამართლო მოხსნილი არ აქვს თურმე, მე თვითონ აღიარეს ეს ტელევიზიით ხო მეუფე სპირიდონმა. მე დავრჩი შოკირებული ამის გამო, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი და ასე არის რეგულაციები ეკლესიას რაც აქვს მართვა-გამგეობის დებულებაში, რომ თუ კი სასულიერო პირის მიმართ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე, აი ამ მომენტიდანვე მას უჩერდება მღვდელმოქმედების უფლება, ჯერ ის დამნაშავე ცნობილი არ არის. აი როდესაც კითხვის ნიშანი დაისვა, ხო იქნებ იყოს დამნაშავე, ამ მომენტისთვის უკვე როგორც კი აღიძრება საქმე უნდა შეუჩერდეს მას მღვდელმოქმედების უფლება, ხოლო თუ კი დაუდასტურდება მას ეს დანაშაული, უნდა მოხდეს მისი განკვეთა სასულიერო დასიდან. ეს არის ეკლესიის წესი და კანონი, იმიტომ რომ მღვდელი უნდა იყოს გამორჩეული პიროვნება და არ შეიძლება რომ მას რაიმე ასეთი კონდეს, ხო? ეხლა სინანული ყველასთვის არსებობს, მათ შორის უმძიმესი დანაშაული ვინც ჩაიდინა, იმანაც შეიძლება შეინანოს და ძალიან კარგ ადამიანად იქცეს, მაგრამ ილოცოს მას თუ ლოცვა უნდა თუ მონასტერში ყოფნა უნდა, მაგრამ ის რომ ჩააბარო მაღალი იერარქიული მდგომარეობა დააკავებინო მას ეკლესიაში და ჩააბარო არასრულწლოვნები, ეს არის ძალიან ალოგიკური რამ. ასე რომ ეს რაც აქ წერია მეხუთე მუხლის მესამე პუნქტში, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირებას, აი აქ ჩვენ უკვე გვაქვს პრობლემა, იმიტომ რომ თავში წერია რომ კეთილდღეობაზე უნდა იზრუნონ ერთად სახელმწიფომ და ეკლესიამ და რანაირი კეთილდღეობა ეს გამოდის, თუ კი სასწავლო პროგრამები არის დასახვეწი, მაშინ ვინ უნდა დახვეწოს ეს, ვინ უნდა იზრუნოს ამაზე, ხო? კეთილდღეობა ესეციდან ხო არ ჩამოვარდება, ეს უნდა განათლებული ახალგაზრდები გვჭირდება მომავალი თაობა და თუ კი
სასწავლო პროგრამები იქნება მოუწესრიგებელი და ესეთ გარემოში იქნებიან ბავშვები, მაშინ საიდან მივიღებთ ჩვენ ამ კეთილდღეობას? ამ ბავშვებს ჰქონდათ იქ კეთილდღეობა ამ პანსიონში? აქ შემდეგ რა ხდება? ხომ მე-6 პუნქტში არის ასე რომ ეკლესიის ხომ რომ ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. კი ბატონო, და აი გუშინ აქ იურისტებმა ისაუბრეს რომ სინამდვილეში აი რა სტატუსიც აქვს, სამართლებრივი სტატუსი ეკლესიას არა რა ქვია, აქ როგორ არის ზუსტად რომ ეს არის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად არის დარეგისტრირებული, თორე სინამდვილეში წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, თუ სწორად დავიმახსოვრე მე ეს, ხომ? ანუ რა გამოდის ამ შემთხვევაში, რომ ესე იგი აი ეს ჩვენ გვაქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რასაც სახელმწიფო აღიარებს, ხო? საჯარო მოხელეებზე არის ასეთი კანონი, რომ მისი ხელფასის 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს საჩუქარი, რასაც მივცემთ, თუ არა და ითვლება ქრთამად, ასეთ თუ სწორად მახსოვს, ხო, ასეთი შეზღუდვებია. ანუ თქვათ მინისტრს, გამგებელს, დეპუტატს, პრეზიდენტს, თუ მე მივეცი რამე საჩუქარი ისეთი, რაც მისი ხელფასის, წლიური ხელფასის, თუ აუცილებლად წერია 5%-ს აღემატება ღირებულებით, ეს უკვე ქრთამად ითვლება. ჩვენ შემთხვევაში რა გამოდის, რომ ეკლესია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად არის სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული, მაგრამ აი მაღალ იერარქებს თუ ვინმე მისცემს ბატონო? ხომ, აი პრობლემა სწორედ ეს არის, რომ თურმე შეიძლება რომ სასულიერო პირს მიუცეთ ისეთი ძვირადღირებული საჩუქარი, მაშინ უფრო სამართლიანი იქნება, რადგან საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომ როგორც საჯარო მოხელეებზე რაც არის ეს რეგულაციები, ეს რომ გავრცელდეს, მე ამას ვამბობ. ალბათ კაი იქნება. და ინიციატორო გამოვიჩინოთ, რომ გავრცელდეს. ვერა ხო? კი, ასევე კაი იქნება, შეიძლება ღიმილის მომგვრელია იურისტებისთვის რაც ვამბობ, მაგრამ ფიქრობ, რომ უკეთესი იქნება თუ კი ქონებრივ დეკლარაციას შეავსებენ ისინიც, ვისაც უპოვარების აღთქმა აქვთ დადებული. ალბათ ამით ეკლესია არ დაზარალდება და ეხლა იურიდიულად როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი, ეს უკვე სხვა საკითხი. მე უბრალოდ სრულის გამოვთქვამ. კი ბატონო. კი ბატონო, ახლავე. აქ ჩვენ რა გვაქვს შემდეგ? ხელშეუვალობა. ესე იგი, ჩვენი მიზანი რა არის? აი რა მინდა მე პირადად, ხო, რომ ჩვენ გვინდა ისეთი საზოგადოება, სადაც ჩვენს გვერდით თავს დაჩაგრულად არავინ არ იგრძნობს, ხო? ეხლა თუ მართლმადიდებელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი იერარქი შეიძლება იყოს ხელშეუვალი, მაშინ რატო არ შეიძლება სხვა რომელიმე საქართველოში წარმოდგენილი კონფესიის პირველი პირი იერარქიულად ასევე იყოს ხელშეუვალი. და როგორც აი ჩვენ მე გავიგე გუშინ, ხო, ეს ხელშეუვალობას ფლობს ასევე პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ მე ისტორიკოსი ვარ და ვიცი, რომ არის უამრავი მაგალითი, როცა ეკლესიის პირველი იერარქები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე სხვადასხვა კონფესიაში და ჩვენთანაც აი მაგალითად საქართველოში ყავდა, დასავლეთ საქართველოში იყო, ტყვეებით მოვაჭრე კათალიკოსიც ყავდა. და ვერც ვერავინ მოგცემს იმის გარანტიას, რომ მომავალში გამორიცხულია, რომ იყოს ვინმე ისეთი პირველი იერარქი, ვინც აი შეესაბამება ამ მოწოდების სიმაღლეზე დგას. შესაბამისად, თუ კი ეს ხელშეუვალობა ნიშნავს რაღაც ისეთი იმუნიტეტის მინიჭებას მისთვის, რომ აი ჩვენ არ გვაქვს რიგით მოქალაქეს, მაგალითად მე რო ვთქვათ, სასამართლოს მივმართო რაღაც საკითხთან დაკავშირებით, რომ სასამართლო არ მისცემს მსვლელობას ამ საქმეს. ვთქვათ, აი პრეზიდენტთან დაკავშირებით როგორ არის, თუ ეს გამოდის, რომ უსამართლო გამოდის ეს და ეკლესიის დამაზიანებელი რატომ? იმიტომ რომ მოგეხსენებათ ხელისუფლება რყвნის, ხოლო აბსოლუტური ხელისუფლება აბსოლუტურად რყвნის და რატო შედის მაშინ ეკლესიის ინტერესებში ის, რომ პირველი იერარქი იყოს აბსოლუტურად გარყვნილი.
თუ კი ხელშეუვალობა ნიშნავს იმას, რომ მას ვერ გაასამართლებენ, ეს ამას ნიშნავს, მაგრამ ანუ მე ამ იურიდიულ საკითხებში კარგად ვერ ვერკვევი. აი როგორ არის მაგალითად კენტერბერის მთავარეპისკოპოსს აქვს ეს ხელშეუვალობა? ან თუნდაც აი კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახლავთ თურქეთის მოქალაქე, ხო? თურქეთი წლების მანძილზე ამ ევროკავშირისკენ მიისწრაფოდა და სანამ ახლა ერდოღანი თავის პოლიტიკას ასე გაატარებდა და თავისი კანონების ევროკავშირის კანონებთან უნიფიცირებას და მიახლოებას ცდილობდა ხო წლების მანძილზე თურქეთი. აი თურქეთი კანონებით კონსტანტინოპოლის პატრიარქს აქვს დაახლოებით აი რაღაც მსგავსი უფლება? ეს ხელშეუვალობის მსგავსი რამე უფლება აქვს და კონსტანტინოპოლის პატრიარქს აქვს სოფლიო პატრიარქის ტიტული. აი კაი იქნება თუ ჩვენ გავითვალისწინებთ სხვა ავტოკეფალური ეკლესიების და თუნდაც სხვა კონფესიების პირველ იერარქებს რა უფლებები აქვთ აი დასავლურ დემოკრატიებში. აი ამას თუ გავითვალისწინებთ. ხომ კიდევ ერთს რას მინდა მივაქციო ყურადღება რომ აი ამ კონსტიტუციურ შეთანხმებაში არის ასეთი პრეამბულაშიც არის მეცხრე მუხლშიც არის და სხვა მუხლებშიც რომ სხვა კანონებით უნდა კანონქვემდებარე აქტებით უნდა დარეგულირდეს ცალკეული სფეროები. აი რაშია საქმე რომ თვითონ ამ კონსტიტუციური შეთანხმების მიღება მისი განხილვა ფართო საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, მაგრამ აი ეს კანონქვემდებარეები რაც მიიღეს აქტები ეს უკვე კულისებში მოხდა ისე რომ საზოგადოების ყურადღების მიღმა და როგორც ჩანს აი ამ კანონებში რაც კანონქვემდებარე აქტებში არის რაღაც ისეთი ხრელები ამ მოსახული რაც იძლევა ბევრი ასეთი არასასურველი მოვლენების და ფაქტების და მის შესაძლებლობას. და ანუ ამ კანონქვემდებარე აქტებს უნდა მიექცეს ძირითადად ყურადღება, აი ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა. თვითონ ამ კონსტიტუციურ შეთანხმებაში ცვლილებას ვერ შევიტანთ თუ ეკლესიის თანხმობაც არ იქნება, ასეთი ბოლო მუხლია ხო, ასეთი. ასე რომ შემოვლითი გზა არსებობს, რომ ამ კანონქვემდებარე აქტების დახვეწაზე იმუშაოს საზოგადოება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.